იოსელიანი აქ არის ფარნავაზ იოსელიანი მარიამი ხურდოვანიძე როგორ ახარ მამუკა მიხარი ალექსანდრე კარგად ახარ საქართველოში მოგწოს ყოფნა ძალიან მოგწოს პირველად ახარ საქართველოში ბატონ ზვია ტომარაძის დამსახურება ის რომ დღეს მესამე ჯგუფი ჩამოვიდა ფერეიდნიდან საქართველოში ქართული კულტურის, ქართული ენის, ქართული სიმღერისა და ხალხური საკრავების გასაცნობა და შესასწავლად. მოგეხსენებათ ეს პროექტი თითოეული ფერეიდნელისათვის ალბათ ძალიან საამაყო, სასურველი და მისასალმებელია. მე ვუძღვები მუსიკის გაკვეთილებს, ქართულ სიმღერებს სწავლობთ, ნაწილობრივ ხალხურის ნიმუშებს, ნაწილობრივ პროფესიული მუსიკიდან, რასაც მათი უნარის მიხედვით ვალაგებთ და ვცდილობთ, რომ მივიტანოთ ამ ადამიანებამდე ცოდნა ქართული სიმღერის. ძალიან დიდი ინტერესით არიან. თითქოს აქეთ გაძლევენ ძალას და სტიმულს, რომ რაღაცა გააკეთო და იმოქმედო. მესამე ჯგუფი ჩამოვიდა უკვე ფერეიდანიდან ქართველების ჩვენი ძმების, რომლებიც სწავლობენ ქართულად წერას, კითხვას, უყვართ ქართული ხალხური სიმღერა, აინტერესებთ, ძალიან აინტერესებთ ქართული ხალხური საკრავები, ჩონგური, ფანდური, სალამური და ასე შემდეგ. ძალიან კარგად ითვისებენ, ძალიან მარტივად ითვისებენ. სხვებთან შედარებით, სხვა უცხოელებთან შედარებით. ეს ალბათ ქართული გენეტიკის დამსახურებაა. ეხლა აქ ვიდეო და ის უკან არის გადასახები. ალაზდის ვიდეო ჩენჯოს ესა. ესა და ეხლა რემონტი. ალონ დაროლე ბოსაზი ეჯოზე ნადრიტე. დიდი ხანია მიმდინარეობს. აი ხარი აბანოები, ბაზარი, აგი ეკლესია, გზის იქითაც აი ხა ეს ვიდრები რაც ეს ქალაქი იყო აი ხარა. იქითაც არის ეკლესიები. აი ხაც აი მის ძირშიც ეკლესია ხარ. აი მი გამოიძინდა და ქალაქი და მე ამი თელა, საერთოდ და იბიკი ბუდი არა უისუ
არქიტექტურა. ხედით არის, მაგრამ ეს არის ძვლის მონასტერი, ესა და ერთი ხარში ატენსიონი. ეს სამი ძირო. ეს არის სამნავიანი ბაზილიკა, ასე შეძახი. ვარნამყოფიო. ვინა თქვა ვარნამყოფი? შრომობუდი. აი ეს კაცი. ხარნამყოფი. ეს უკვე მეორე თავი. ეს არის უძველესი ქალაქი საქართველოში. აგერ უკვე მესამედ წარმატებით დავასრულეთ ჩვენ პროექტი, რაც მიზნად ისახავდა ფერეიდნელი ქართველების ჩამოყვანას და მათთვის შესწავლას ქართული ენის, ხალხური სიმღერების და ფანდურზე დაკვრის. პირველი ორი პროექტის მონაწილეებმა მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და იმედი გვაქვს, რომ მესამე პროექტის მონაწილეებიც მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობას, მათ შეტანილი აქვს განაცხადი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პროექტში მონაწილე ყველა პიროვნებას, ქართული ენის მასწავლებელს, ხალბატონ ნათია რუხაძეს, ხალბატონ ნინო ჯუყა-ძულაყიძეს, რომელმაც შეასწავლა ხალხური სიმღერები, ლევან კაპანაძეს, რომელმაც შეასწავლა ფანდურზე დაკვრა, ნუკრი მჭედრიშვილს, რომელმაც შეასწავლა ისტორია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც რაღაც წვრილი შეიტანა ამ პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს ამ პროექტის დაფინანსებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი კიდევ მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროექტის ფარგლებში შევძლებთ ფერეიდნიდან კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩამოყვანას და საბოლოო ჯამში მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საწინდარი გახდება ეს საქმიანობა.
შეყვანა და კომუნიკაციებმა როგორი კარგად გაარკვევა გამოვიდა. შეგვიძლია ძალიან მარტივად გადავწყვეტ, მაგრამ მე მინდა რომ ყველას ქართული სახელით გვავიაროს და ესე წავიდოთ, მე მგონი აჯობებს. ამიტომ მომიტაში ალექსანდრე ულიკაშვილი მარია მასიტაშვილი ხოლმე ერთადერთი განმარტებია ჩვენს პროექტში, რომელიც სცენაზე არ იყო, არის კარნავალის მეუღლე, კარნავალის პრეზიდენტს ძალიან ესეთი სამახსოვრო გამოვიდა. წმინდა გიორგის ანოიღო ძალიან შესანიშნავი, თიხაზე გაკეთებული და ესეთი სასახლეს დაამშვიდებს. წარმოება ეძება პრობლემებს პრეზიდენტის ადგილზე. Amico Iosenia. Misha Ramishu. Romero Grato, შესანიშნავ აფხაზზე თოჩებული მეორე პროექტის მონაწილე იყო და იმის ძმა. ანდრია რამიშვილი. Georgi Paniashi. Soso Sepiashi. Sandro Sepiashi. Sandro Sepiashi პატარა ისტორიას მოგიყვებით. სადღაც ერთი 4 დღის წინ გავაცინე და ქართული ნათია მიერეკავს პირიქით, რომ მე შევშინდი რა დაემართა ფერედელეს მოკიდა. თუ მე ერთი მონაწილეთვის დაურეკიათ, რომ სასტრაფოთა ჩასულიყო ირანში, რა. უტირია გაგვეთიცა და ქართულ ნათიასაც პირიქით დასწრებდა და ეს დამირეკა. თუ ამას გადასცემდა და ჩავამალე ფერედელში. გადავცემ ასევე მონაწილეებს. დღეს მივიდივართ ფრედენში და დიდი მადლობა იმის რომ მოუხმარეს და ბატონო ზვიადი, ბატონო პრეზიდენტი და უხარია რომ დაუბრუნდით ჩვენ საქართველოში, ჩვენ სამშობლოს. ფერინერ ქართველები მივართ ირანში ძალიან საქართველოს ნახეთ მოიწონეთ. დიდი მადლობა პრეზიდენტს და ბატონო ზვიად რომარაძეს, დიახ დოგოხმარეს და ვისწავლეთ, ნახეთ საქართველოს და დიახ მადლობას მოგეთ.
და ხეზი არის